ერთი დამოკიდებული ადამიანი ყველა ოჯახის წევრს ითრევს აი ამ პროცესში. თუ ერთი ადამიანი ის დასული ადამიანი თავის ცხოვრებას ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ამ დროს გამოჩნდება ჭალებში გმირი, დედა, მეუღლე და მის მივადა დაიწყეს ამ ადამიანის პრობლემის მოგვარებას. ჩვენც ისე გავიზარდეთ ჩვენი მშობლებისგან და ჩვენც მიგვაჩნდა, რომ აი ეს არის კარგი დედობა, როგორც ჩვენ ვიქცეოდით. თუ ადამიანი გაიაზრებს, რომ მისი ქმედება შედეგის მომცემი არ არის, უნდა შეცვალოს მისი მიდგომა. ახლა ცოტა უხერხული ამის ლაპარაკი. სხვა ადამიანს შეიძლება ამ დროს შვილი იგულისხმოთ, თუმცა ის ცალკე პიროვნება, ადამიანის ცალკე პიროვნება, აი გამიჩნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოჯახის წევრებმა რო იცოდნენ, რომ დამოკიდებული ადამიანი არის ავად, მაშინ სხვანაირად წავიდოდა ალბათ მათი ურთიერთობა და ცხოვრება. მე ასე მგონია. მოგესალმებით. ეს არის ზენ ცენტრის პოდკასტების სერია რეხაბილიტატი. მე-6 სერიის თემა არის თანადამოკიდებულება. მე ვარ კაროლ ფიფია, ფსიქოლოგი და თანადამოკიდებულების სპეციალისტი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ქალბატონი მანანო ოდიკაძე. ვისთან ერთადაც განვიხილავთ ამ თემას, ვეცდებით რომ ჩავშალოთ სიღრმისეულად. გამარჯობა ქალბატონო მანა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და თქვენი დრო დაგვითმეთ. თუ შეგვიძლია გაგვიზიაროთ, თქვენთვის რატო არის ეს თემა ესეთი მნიშვნელოვანი და რას ფიქრობთ, ვინ არის თანადამოკიდებული ადამიანი? მოგესალმებით. თემა იმითია მნიშვნელოვანი, რომ ერთი დამოკიდებული ადამიანი ყველა ოჯახის წევრს ითრევს, უხეშად რომ ვთქვათ, აი ამ პროცესში. ეს ადამიანები, ოჯახის წევრები აბსოლუტურად მოცულები არიან იმ პრობლემით, რაც მათ ოჯახის წევრს გააჩნია. მყავს მე სხვათა შორის აი ესეთი მეგობრებიც, ნაცნობებიც, ვისაც აი ესეთი პრობლემა აქვს და წლების განმავლობაში რო ვუყურებ, როგორია მათი ყოფა, ძალიან მძიმე სანახავია და აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ მიტოვებული. მე განსაკუთრებით დედებზე მინდა რომ ვილაპარაკო, იმიტომ რომ აი დედები სამსახურს თავს ანებებენ, სოციალურად აბსოლუტურად სოციუმიდან ამოვარდნილები არიან. მთლიანად არიან მიჯაჭვული იმ თავის დამოკიდებულ შვილზე, ცდილობენ ყველანაირად რომ აი დაეხმარონ, ოღონდ არ იციან როგორ უნდა, უпростоრად გონიათ რომ იციან როგორ უნდა დაეხმარონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას არც შედეგი აქვს და არც სწორი მიდგომა არ აქვს. მშობლებს, იმიტომ რომ უბრალოდ არ იციან რასთან აქვს საქმე. არ იციან საერთოდ რა არის დამოკიდებულება. ინფორმაცია არ არსებობს, ძალიან მწირი ინფორმაცია. არ იციან რა არის დამოკიდებულება და როგორ უნდა მოექცნენ თავის დამოკიდებულ ოჯახის წევრს და როგორ უნდა შეებრძოლონ ამ პრობლემას. და გონიათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ. ახლა ცოტა უხერხული ამის ლაპარაკი დარწმუნებულები არიან, რომ თავისი ოჯახის წევრისთვის ყველაფერს აკეთებენ, მართლა ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ შედეგი ამას არ აქვს. აქ მინდა აღნიშნო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ის რომ ყველაფერს აკეთებენ, ზედმეტად ჩართულები რო არიან ადამიანის გამოჯანმრთელებაში, ან უნდათ რომ ადამიანი კარგად იყოს, რეალურად პარადოქსია, თუმცა აი ეს ზედმეტი ყურადღება ადამიანს უფრო ვნებს და ხელს უწყობს, რომ ადამიანი გახდეს უფრო დამოკიდებული, უფრო შეტყობს ამ პრობლემის წინააღმდეგ და სწორედ ეს არის, რომ ადამიანი არ იწყებს გამოჯანმრთელებას. ხშირ შემთხვევაში რადიკალურ ზომების მიღება, რომ ადამიანს სხვანაირად მიუდგე, უფრო გამართლებული არის ამ გზაზე, ვიდრე ის, რომ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინოთ მის წინაშე. მე აქ მინდა დავამატო ისიც, რომ თქვენ აღნიშნეთ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც ოჯახის წევრი ყავს დამოკიდებული, თუმცა თანადამოკიდებულება მარტო არ არის, რომ ვინმე ოჯახის წევრი ყავს დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მეგობრებს შორის, შეიძლება იყოს სამსახურში, ნებისმიერ ცხოვრებისულ ასპექტში, სადაც ადამიანი იჩენს ზედმეტ ყურადღებას სხვა ადამიანის მიმართ. სწორედ ეს არის ძალიან საყურადღებო თემა და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში არის ძალიან მწირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ხო? და აქ მინდა ისიც ვთქვა, რომ რა განსხვავება ზოგადად დამოკიდებულ ადამიანსა და თანადამოკიდებულ შორის, ხო? ესე ძალიან აქტუალური თემა არის. რეალურად რომ თქვა დამოკიდებული ადამიანი მოიხმარს ნივთიერებებს და ნივთიერებებისგან მიღებულ ემოციებს, ხო? თანადამოკიდებული სინამდვილეში ნივთიერებას არ მოიხმარს, თუმცა მოიხმარს იგივე ემოციებს, ხო? ემოციებს მოიხმარს ზედმეტი ყურადღებით, ზედმეტი კონტროლით, ხშირი დარკვევით, სარიმყოფებით, სათხარ, სახლში როდის მოდიხარ, ან სხვა ადამიანის პრობლემის მოგვარებით, ხო? თუ ერთი ადამიანი ის დასული ადამიანი თავის ცხოვრებას ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ამ დროს გამოჩნდება ჭალებში გმირი, დედა, მეუღლე და მის მივადა დაიწყეს ამ ადამიანის პრობლემის მოგვარება. სწორედ ეს არის ზედმეტი ყურადღება და სწორედ ეს არის, რაც უშლის ადამიანს დაიწყოს გამოჯანმრთელება.
თუ ქონიათ მსგავსი რამე ცხოვრებისგან кейსი ან რაღაც ისტორია მოსმენილი თქვათ უკვე გამოსtildeება გამოსთან დაკავშირებით და რო გაგვიზიაროთ. საქმე რაშია, იცით, რომ აი ჩვენი თაობის დედები ჩვენც ისე გავიზარდეთ ჩვენი მშობლებისგან და ჩვენც მიგვაჩნდა, რომ აი ეს არის კარგი დედობა, როგორც ჩვენ ვიქცეოდით და როგორც ჩვენს ვდიდით ჩვენ შვილებს. ხო და ზედმეტი არ ყურადღება არ ვარ გათურმე და ნუ უყურადღებობაზე ხო ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი. ეხლა ზედმეტ ყურადღებას რაც შეეხება, კი მართალია. არ აძლევენ ასეთი დედები საშუალებას თავის შვილებს, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ თუნდაც. გადაწყვეტილებების მიღებაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. რომ დედამ უკეთ იცის მის შვილისთვის რა ჯობია, რა არის მისი შვილისთვის უკეთესი და ნუ აი ასე ცხოვრობენ და ასე ზრდიან თავის შვილებს. აი პრობლემა რო წარმოიქმნება, მერეც ესე იქცევიან. როცა უკვე შვილი აღმოჩნდება, რომ არის დამოკიდებული, მერეც ესე იქცევიან. მყავს მე ესეთი ნაცნობებიც, ესეთი მეგობრებიც, რომლებიც აი მოთამაშეებს ვალებს უხდიან, ქუჩაში რჩებიან, მაგრამ ნუ ყველაფერს აკეთებენ. იმიტომ ეხლა ლომბარდებიდან რაღაცა ნივთების გამოტანა და გამოხსნა, ეს ჩვეულებრივი ამბავია ეგეთ ოჯახებში. სამწუხაროდ ჩვეულებრივი ამბავია და აი უსასრულოდ გრძელდება ეგ ყველაფერი და აი მე ისეთი შემთხვევებიც ვიცი, როცა აი უკვე რომ უკიდურესობამდე მიდიან ოჯახის წევრები და უკიდურეს ზომებს იღებენ, ოღონდ მართლა უკიდურეს ზომებს. და რას გულისხმობ? ქუჩაში გაგდება, ციხეში გაშვება. აი ეხლა ხანს იყო სწორედ ჩემმა ნაცნობმა ორმა სხვათა შორის ციხეში გაუშვეს. უფრო გაუშვეს კი არა, დაიჭირეს მათი შვილები და შეეძლოთ რომ რაღაცა საპროცესო შეთანხმება გაეკეთებინათ, ან გირაო გადაეხადათ, არ გააკეთეს. იმ ნარკოდამოკიდებულებზე ლაპარაკობ ეხლა კონკრეტულად, იმიტომ არ გააკეთეს, რომ ეგ არის ერთადერთი საშუალება, რომ ცოცხალი დარჩეს მისი შვილი. უკვე ისეთ მდგომარეობამდე არიან ეს დედები მისული, რომ ერთადერთი საზრუნავი მათი არის ის, რომ შვილი ცოცხალი იყოს. და სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ციხეში კი მაინც დაცული იქნება რაღაცა პერიოდი მისი შვილი არ მოიხმარს, ვერ მოიხმარს და ცოცხალი იქნება. მადლობა ესეთი მაგალითისთვის მეც მინდა აღვნიშნო ერთ ფაქტი, რომ ხშირად ზოგადად ოჯახის წევრებს უჭირთ პრობლემის აღიარება. პირველ რიგში პრობლემის აღიარება უჭირთ, რომ მათი ოჯახის წევრი დამოკიდებულია და შემდგომ პრობლემის აღიარება უჭირთ, რომ მათაც პრობლემა აქვს, ხო? რეალურად რო ავიღოთ ეს ორი დამოკიდებულება, თანადამოკიდებულება, რეალურად ორივე შემთხვევაში მძიმე ფსიქოლოგიური პროცესები მიმდინარეობს თვინში, ხო? როგორც ადრე აღვნიშნეთ, წეგან ერთი მოიხმარს ნივთიერებას, მეორე მოიხმარს ემოციებს, თუმცა ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით ორივე ძალიან მძიმე დაავადება არის, ესე ვთქვათ რა და ხშირ შემთხვევაში თანადამოკიდებულებას უფრო უჭირთ აღიარება თავიანთი პრობლემის, ვიდრე დამოკიდებულებას და რატო? იმიტომ რომ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჩვეულია, რომ ის გადამჩენელია, მის შვილს ეხმარება, ან თუნდაც მეუღლეს, ან ძმას, ან და სხვა სულ ერთია. როცა ადამიანი ამას აკეთებს, მთელი ცხოვრება ცდილობს სხვა ადამიანს დაეხმაროს, მას არ წარმოუდგენია, რომ მისი ყოველი ქმედება შეიძლება მცნარი იყოს, ხო და ამ ქმედებით ადამიანს უბიძგებდეს შემდგომ მოხმარებისკენ. და ერთი ფაქტიც მინდა აღვნიშნო თქვენი საუბრით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოჯახის წევრებმა აი ეს გამოყოფა, ხო, დედა უნდა იყოს დედა, შვილი უნდა იყოს, შვილის არის ცალკე პიროვნება. ეს უჭირთ ოჯახის წევრებს იმის მიღება, რომ თავიანთი ზრდასრული შვილი არის ცალკე პიროვნება, ის არის ცალკე ინდივიდი, თუ ის შეცვლილს უშვებს, ეს მისი პრობლემა არის, ხო? ყოველთვის სხვა ადამიანის პრობლემის მოგვარება, ეს არ ეხმარება ადამიანს, რომ ის უკეთესი გახდეს, ან შეცვალოს მისი ცხოვრება. ეს პირიქით ხელს უწყობს, რომ მოხმარება გააგრძელოს. პარადოქსია, თუმცა ეს არის დადასტურებული ფაქტი. მეც მინდა ერთი ჩემი გამოცდილება, ჩემი კარიერიდან გითხრათ, რომ ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი იყო სხვადასხვა უკვე დაასრულა სრული კურსი და დღეს უკვე კარგად არის, ხიზლად არის ამას გულისხმობ. და რო გკითხე, რამ გიბიძგა, რომ დაგეწყო გამოჯანმრთელება, თქო, მითხრა, რომ ოჯახის წევრებმა, დედამ და მეუღლემ მითხრას, რომ არ იწყო გამოჯანმრთელებას, ან მიდიხარ სახლიდან. სახლიდან წავიდა, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღე თუ კვირა გარეთ იყო, თუმცა ის ფაქტი, რომ ოჯახმა მან ზურგი აქცია, ამან უფრო ხელი შეუწყო, მას რომ გამოჯანმრთელება დაიწყო. ეს პარადოქსია ხშირ შემთხვევაში რომ ვუყვები ოჯახის წევრებს ამას არ ჯერათ რომ ეს გაამართლებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს ადამიანს რომ ესე ექცევი,
ასე ზუგს აქცევს, ეს უფრო ხელს უწყობს, რომ ადამიანმა დაიწყოს გამოჯანმრთელება. და თანაც ამას რო თავი დავანება, თუ ადამიანს მოხმარება უნდა ეს მისი არჩევანია, თუმცა ყველა ადამიანი, მათ შორის დედები, განსაკუთრებით დედები, იმსახურებენ რომ იყვნენ ბედნიერები, იმსახურებენ რომ იყვნენ კარგად, ხო, ემოციურ სიმშვიდეს იმსახურებენ. რატო ადამიანი თუ არის დასული, ხო, ის პასუხისმგებელი მის ცხოვრებაზე. სხვა ადამიანს რატო უნდა იყოს პასუხისმგებელი? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ადამიანი იმსახურებს რომ იყოს კარგად. თუ მის შულს უნდა რომ გააგრძელოს მოხმარება, ეს არანაირად არ ეხება ოჯახის წევრს. ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას რა თქმა უნდა გამოჯანმრთელება, თუ უნდა იყოს კარგად, კი ოჯახის წევრი გაუწევს დახმარებას. თუმცა ეს არ უნდა იყოს აუცილებელი პირობა, რომ მე რადგან დედა ვარ, მე უნდა დავეხმარო ჩემ შვილს. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის მიღება და აღიარება უჭირთ ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებს. თქვენც ხო არ მეტყოდით რამეს ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებაში პლუს რა აზრები არის ხოლმე ხშირად გავრცელებული, თქვენ უფრო გაქვთ შეხება შოულებთან დედებთან განსაკუთრებით თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ. მე ვფიქრობ, იმიტომ უჭირთ დედებს აღიარება, რომ ფიქრობენ, რომ თვითონ დაუშვეს სადღაც შეცდომა აღზრდაში. თვითონ არიან დამნაშავეები. ძალიან ბევრი ფიქრობს ესე, რომ თვითონ მისი ბრალია. აი რაღაცა დააკლო, ან რაღაცა ზედმეტად გაუკეთა. თავისი დანაშაულებენ. ალბათ მაგიტომაც უჭირთ აღიარება მერე. თავისი დანაშაულის აღიარება უჭირთ. ხო ფიქრობენ, რომ დამნაშავეები არიან. და უჭირთ თავისი დანაშაულის აღიარება, მაგრამ როგორც ირკვევა არავის ბრალი ეგ არ არის, ხო? ადამიანი რო ხდება დამოკიდებული, აი ეხაც თქვენ რომ ეს მისი არჩევანია. მე ცხვენიათ საშინელი სირცხვილის გრძნობა აქვთ ოჯახის წევრებს, რომ მათი ოჯახის წევრი არის რაღაცაზე დამოკიდებული. მალავენ. და აღიარება იმიტომ გვიან მოდის. როცა უკვე უკიდურესობამდე მიდიან, მაშინ ხდება ალბათ პრობლემის აღიარება თანადამოკიდებულების მხრიდანაც, ხო? ეხლა ეს თანადამოკიდებულება თქვით უკვე რაში გამოიხატება და რაში მდგომარეობს. ძალიან ძნელია, აი მე რასაც უყურებ, ხო, ამ თანადამოკიდებულ დედებს, ძალიან ძნელია, რომ იმან უარი თქვას თავისი შვილის და როგორ შვილია, როგორ არ უნდა დაეხმაროს. აი ძალიან უჭირთ. ძალიან უჭირთ. და აი მაგ დროს ალბათ აი ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ თანადამოკიდებულებს. რას გულისხმობთ ფსიქოლოგიურ დახმარებაში? ფსიქოლოგიურ დახმარებას გულისხმობ პირდაპირ მნიშვნელობით და არის კიდევ თვითდახმარების ჯგუფები, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. იქ არიან მეუღლეები, დედები, დებიც სხვათა შორის. აი ესე იკრიბებიან გარკვეული პერიოდულობით, საუბრობენ თავის პრობლემაზე. და ეხლა ეს დახმარება რაში მდგომარეობს? უზიარებენ ერთმანეთს თავის გამოცდილებას. ამ გამოცდილების გაზიარებით ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს იმ ჯგუფის წევრი. და მერე ამ სხვის გამოცდილებაზე ფიქრობს და შეიძლება თვითონაც გამოიყენოს სხვისი გამოცდილება თავის ცხოვრებაში და რაღაცა შედეგი მიიღოს. აბსოლუტურად თავისუფალია იქ დასწრება. ნებისმიერ თემაზე შეიძლება ლაპარაკი, რაც აი ამ თანადამოკიდებულებას ეხება და სხვათა შორის აი ისეთ ძიმე მდგომარეობაში მიდიან ხოლმე იქ აი ოჯახის წევრები და დროთა განმავლობაში სწავლობენ როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ მოექცნენ დამოკიდებულ ოჯახის წევრს და თვითონ როგორ უნდა მოექცნენ, როგორ დაეხმარონ თავის თავს. აი ამ ურთიერთგაზიარებებით. ისეთი შედეგები აქვთ, რომ აი დროთა განმავლობაში იცვლებიან რადიკალურად ეს ადამიანები. სიმშვიდე აქვთ. აი თავის დამოკიდებულ ოჯახის წევრებთანაც სწავლობენ ურთიერთობას, სწორ ურთიერთობას, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ თვითონაც კარგად იყოს თანადამოკიდებული ადამიანი და დამოკიდებულსაც დაეხმაროს რა მხრივ, იცით, რომ მიიყვანოს იმ კონდიციამდე, რომ მან ითხოვოს დახმარება. სხვადასხვანაირი გზები არსებობს მაგისთვის, რომ აი თანადამოკიდებული ოჯახის წევრი რაღაცნაირად აი უბიძგო, რომ ითხოვოს და აღიაროს პრობლემა და ითხოვოს დახმარება.
მადლობა რომ აღნიშნეთ. მეც მინდა ჩემი აზრით თქვა რომ მნიშვნელოვანია ზოგადად პრობლემის აღიარება, ხო? თუ ვინმე ოჯახის წევრი ხედავს რომ თავის შვილი მოიხმარს, მისი ყურადღება რომ შედეგის მომცემი არ არის, ხო? ხშირ შემთხვევაში პრობლემის მოგვარება თუ ეს მეორდება ხშირად სისტემატურად, გამოდის რომ ადამიანმა უნდა გადახედოს ხო თავის მიდგომებს, უნდა აღიაროს პირველ რიგში იცი რაღაც შეიძლება არასწორად ვაკეთებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? თუ ადამიანი გაიაზრებს რომ მისი ქმედება შედეგის მომცემი არ არის, უნდა შეცვალოს მისი მიდგომა. სწორედ ეს არის ფსიქოლოგიური დახმარება, მივიდეს სპეციალისტთან, კითხოს მისი აზრით, თქვენ რაც ახსენეთ ჯგუფები, ხო, შესანიშნავი რაღაც არის. ამას გარდა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საქართველოში ამ პრობლემას ეძებს. ხო, მნიშვნელოვანი ადამიანმა გამოთქვას სურვილი, რომ პრობლემა აქვს. და რეალობას თვალები გაუსწოროს, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრს უჭერს და თითქმის ყველა ადამიანს. აქ მინდა დავამატო ის, რომ ზოგადად თანადამოკიდებულება საიდან ყალიბდება. რეალურად ძალიან ღრმა ბავშვობიდან, ხო, მოზარდის მაგალითი რო ავიღოთ, თუ 3 წლის 4 წლის მოზარდია რომ უნდა თვითონ რაღაც გააკეთოს, დედა თუ სულ უბრძალავს, თუ უფროსი და სულ უბრძალავს, ან მამა, ხო, მაშინ ყალიბდება ის, რომ იცი რა მე არ შემიძლია, ჩემ აგერაც ხომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, მე ვერ ვიღებ ჩემ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და სწორედ ეს არის იმ დამოკიდებულების და თუნდაც თანადამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები. ეს არის მნიშვნელოვანი და შემდგომ ეს უკვე მოზარდიან ბავშვი რომელიც 5-6 წლის გაიზარდა გახდა 20 წლის 30 წლის და ქმედებები იგივე არის არაფერი არ იცვლება რეალურად ხო მიდის დედა პრობლემას უგვარებს თანხებს უხდის უალებს უხდის და ასე შემდეგ თუ ეს ქმედებები მეორდება კიდევ ერთხელ მე დავაღნიშნო რომ აუცილებელია რომ გადახედოთ ყველა ადამიანმა თავის მიდგომას განსაკუთრებით დედამა იმიტომ რომ ისინი ჩართულები არიან თავისი შვილების კეთილდღეობაში ესე ვთქვათ რა და ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი ეს მიდგომა. თუ დედამ მიდგომა არ შეცვალა, დამორწმუნეთ რომ ეს სიტუაცია არანაირად არ შეიცვლება. ეს არის რეალურად არასრულყოფილი ფაქტი და ჩემი გამოსვლებიდან გამოცდილება, რაც კარიერაში მქონდა ეს მაგალითები, ხო? როცა ადამიანი ცვლის მიდგომას, განსაკუთრებით ოჯახის წევრი, დამოუკიდებულის მიდგომაც იცვლება. ერთიც მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებელ ადამიანს არ აქვს მუხრუჭის განცდა. ის უძლურია მოხმარების წინააღმდეგ. მას არ შეუძლია რომ გააჩერდეს. და ამ დროს ოჯახის წევრს აქვს რეალურად ის ძალა რომ ის გააჩეროს მისი მიდგომებით, ხო, რომ შეცვალოს მისი მიდგომა, ააღებიოს პასუხისმგებლობა მის ცხოვრებაზე და უკვე როცა ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას მის ცხოვრებაზე, დიდი ალბათობით მეტი შანსია, რომ არ შეცვალოს მისი მიდგომა და მისი ცხოვრება. თქვენ ასევე ახსენეთ რადიკალური ზომები, ხო, თუნდაც ახლიდან გაშვება, ან პრობლემებს არ მოგვარება. ესეც რა თქმა უნდა რთული ამის გაკეთება, მე არ ვამბობ მარტივია, თუმცა ზოგჯერ და ხშირ შემთხვევაში ამის გაკეთება აუცილებელია. თუ დამეთანხმებით ამ საკითხში თქვენ? კი, დაგეთანხმებით, იმიტომ რომ როცა ხედავს მშობელი რომ მის შვილს შანსი არ აქვს მოგტებ ადრე თუ გვიან. მოხმარების გამო. იძულებული ხდება რომ მიიღოს რადიკალური ზომები. იმიტომ რომ აი ეს მომხმარებელი თუ არ გაჩერდება, ადრე თუ გვიან ფატალურად დამთავრდება ხო ეს ამბავი. და რა ქნას დედამ? უნდა მიიღოს, როცა ხედავს, რომ წლების განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, აი აკეთებს ერთი და იგივეს, აკეთებს, შედეგი არ არის, მაშინ ხო, აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ უნდა შეცვალოს მიდგომა, ხო? ცვლიან მიდგომას, რადიკალურ ზომებს იღებენ და აქვს ხოლმე ამას შედეგი. მე არ ვიცი მე ხა რამდენად ყოველთვის შედეგიანია ეს ყველაფერი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამართლებს ეს. დიახ, უფრო გამართლებული არის დაგეთანხმებით, ვიდრე როცა ადამიანი ზემოთ ყურადღებას იჩენს, ხო? ეგ ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს. ადამიანმა უნდა იყოს პასუხისმგებლობა. აი ეს მიდგომები სწორედ რადიკალური ზომები უფრო ამართლებს. მე არ ვამბობ, რომ ეს 100% გამართლებულია, თუმცა ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომა ამართლებს დამოუკიდებელი ადამიანის შემთხვევაში. და ამასთან დავამატო იმასაც, რომ როცა დამოუკიდებელი ადამიანი იცვლის მის ცხოვრებას, იწყებს გამოჯანმრთელებას, რა თქმა უნდა, დედაც ან მისი გარემოცვა ვინც არის, რა თქმა უნდა, იცვლება ყველაფერი, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ, რომ დამოუკიდებელ ადამიანს შეიძლება ყოველთვის ბევრი თანადამოუკიდებელი ერგო. აქ მინდა დავამატო მეცნიერული ფაქტი, რომ ერთ დამოუკიდებელ ადამიანს დაახლოებით 10-12 თანადამოუკიდებელი შეუძლია გარემოცვა ყოველთვის. შეიძლება იყოს მამა, დედა, დები, ძმები ან ასე შემდეგ. როცა ერთი ადამიანის პრობლემის მოგვარებაში ჩართულია მთელი ოჯახი ან სამეგობრო, სანათესაო და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან გლობალური პრობლემა და ეს ერთი შეხედვით მარტივად ჩანს თითქოს, თუმცა საერთოდ არ არის ესე და ძალიან მკაცრი და ესეთი ფუნდამენტალური ზომის მიღება ჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას. პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანი იცვლის მის ცხოვრებას, ხო, როცა ის პასუხისმგებლობას არ იღებს სხვა ადამიანის ცხოვრებაზე, არ აკონტროლებს მუდმივად, დამეთანხმებით, რომ მის ცხოვრება უფრო ლაღი ხდება, ხო? უფრო მეტი დროს უთმობს საკუთარ თავს და ასე შემდეგ. თუ ადამიანს მოხმარება უნდა, ის მაინც მოიხმარს, რაც არ უნდა აკონტროლოს ოჯახის წევრმა,
შეუძლებელია რომ განკონტროლება იყოს მუდმივი. ერთხელ შეიძლება კი, ორჯერ კი, მაგრამ შემდგომში მოხერება მაინც მოიხმარს ადამიანს ასე ვთქვათ. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენ აღიარებას ბევრი ვისაუბროთ, რომ უჭირთ ზოგადად თანადამოკიდებულებს პრობლემის აღიარება, თუმცა თუ დედა ან და მოდის და პრობლემას აღიარებს და უკვე ჩვენ მასთან მუშაობთ, აქ არის კიდე მეორე უკიდურესობა. მამებს, აი თუ დგებიან ფაქტის წინაშე, განსაკუთრებით უჭირს უკვე რეალურად თვალი გაუსწრონ პრობლემას, ხო? ისინი ფაქტობრივად ბინდიან გადაგული თვალზე და პრობლემას აუსწორებენ თვალს. აი ერთი მაგალითი რომ ჩვენთან ჯგუფები და ჩვენ გვაქვს ჯგუფები ოჯახის წევრებისთვის და შემიძლია თითზე ჩამოვთვალო ისინი მამები, ვინც მოვიდნენ ჯგუფზე დაეხსნა. ანუ რეალურად ძალიან უჭირთ პრობლემის აღიარება და პრობლემის თვალში გასწორება. შეიძლება ეს თქვათ რომ უკეთესია დამოუკიდებულისთვის, თუმცა როცა პრობლემის წინაშე დგავართ, არანაირად არ ცდილობენ პრობლემის მოგვარებას ან ამის გადაჭრის გზების პოვნას. თქვენ ხوار შეგიძლიათ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით დაამატოთ. თქვენ ჯგუფები ახსენეთ, რაღაც ინფორმაცია გაქვთ ჯგუფების შესახებ და თუ გაქვთ ინფორმაცია მამების ჩართულობაზე, აი თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრით. მამების ჩართულობაზე ინფორმაცია აი ესე რამდენიმე მეტნაკლებად ძირითადად დედები დადიან ამ ჯგუფებზეც და დედები ლაპარაკობენ თავის პრობლემებზე და დედები ცდილობენ გამოჯანმრთელებას. მამები არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში თვითდახმარების ჯგუფზე ეგეთი მამა არ შემხვედრია და აი ამ პრობლემას რაც შეეხება მამების ჩართულობას, ხო? არა, ჩართულები არიან, როგორ არ არიან, ოჯახშია პრობლემა, ხო, მაგრამ აი არ ვიცი რა ახსნა შეიძლება ამას კონდეს. კი, ნამდვილად პასიურები არიან და როცა დედა მიდის იმ უკიდურეს მდგომარეობამდე, რომ უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება, უწევთ ხოლმე აი დარწმუნება მამების რომ ხელს თითქოს იცით რა, ხო, ეწინააღმდეგებიან. არ ვიცი ეს რატო ხდება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ხდება, რამდენიმე შემთხვევა მე ვიცი ასეთი. ალბათ იმიტომ ხდება ეს ყველაფერი, რომ ზოგადად თავის ოჯახის წევრს როგორ დაიმართა ეს ამ პრობლემა როგორ აქვს, ხო და აქვე მინდა ისე თქვა, რომ ეს დამოკიდებულება არის დაავადება რეალურად და ამის ცნობიერება არის ძალიან ნაკლები საზოგადოებაში. თუ ამ პრობლემას მიუდგებით ისე როგორც დაავადებას, უფრო შედეგი და ზოგადად რაც გვინდა რომ შედეგი დადგეს, უფრო უკეთესი იქნება ჩემი აზრით. იმიტომ რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართოთ ხო სპეციალისტს, სხვა ფიზიოლოგიური პრობლემის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ეს დაავადება მე არ ფსიქოლოგიური დაავადება, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ დიდი ხანია, რაც აღიარებული როგორც დაავადება. ისე უნდა მივუდგეთ როგორც პრობლემას. შესაბამისი მკურნალობა, შესაბამისი თერაპია და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა არის ეს, რაც შველის თანადამოკიდებულებას და მათ შორის დამოკიდებულებასაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად ოჯახის წევრს უჭირთ ამის აღიარება, რომ მათ შვილს ან ქმარს ან მამას სულ ერთი აქვთ პრობლემა და საჯაროდ უჭირთ ამას საუბარი. არ არის აუცილებელი საჯაროდ ამას საუბარი გეთანხმებით, თუმცა მნიშვნელოვანია ადამიანი მივიდეს სპეციალისტთან და სპეციალისტ თხოვოს დახმარება. ხო, რა შეიძლება, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოაგვაროთ და რა გადაჭრის გზები არსებობს. აქვე დავამატო იმას, რომ ხშირად ადამიანს ფიქრობს, რომ უძლური არის ამ პრობლემის წინაშე, თუ მან ეს აღიარა, თუმცა ესე არ არის, უამრავი თერაპიული ჯგუფები, მათ შორის ჩვენთან იმართება ჯგუფები, უამრავი არის ეგეთი ჯგუფები. ეს არის ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ჩვენ ოფისში ტარდება, ასევე დამოკიდებული ადამიანებისთვის რეაბილიტაციის ცენტრი და ესე ვთქვათ, კომპლექსური მიდგომა, რაც ეხმარება ოჯახის წევრს და მათ შორის დამოკიდებულ ადამიანსაც, ხო? თუ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ემოციების ქვეშ არის, წარმოიდგინეთ, რაღაც ძიმე უჭირავს ადამიანს, ადრე თუ ხო გაეშვება ხელი ამ ყველაფერს. ხო, ეს არის ემოციური აფეთქება მოხდება ფაქტობრივად რა. თუ ადამიანმა ემოციები არ გადამუშავა, თუ მისი მიდგომები არ შეცვალა, შეუძლებელია, რომ მისი ყოველდღიური ყოფა უკეთესი გახდეს. წარმოუდგენელი არის. ამას ჭირდება მუშაობა, ამას ჭირდება პრობლემის პირველ რიგში აღიარება და შემდგომ უკვე სპეციალისტთან მუშაობა ამ პრობლემაზე. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ აი ჩვენ ზრუნვაზე ბევრი ვსაუბრობთ და ეს ზედმეტი ზრუნვა, ხო? ცხოვრებაში მაგალითად რა ვიღოთ, როცა პირობითად დედა სახლში საკვებს ამზადებს, როცა აძალებს ოჯახის წევრებს რომ საკვები მიიღოს, თუ ვინმე არ დაждდება სუფრასა მე ბრაზდება და ასე შემდეგ რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს არ დავაძალოთ ის რისი გაკეთებაც არ უნდა პირობითად და ზედმეტი ზრუნვა დამეთანხმებით, რომ ალბათ არავისთვის არ არის საჭირო ზედმეტი კონტროლი ყველას აღიზიანებს. განსაკუთრებით დამოკიდებულებას გასცემ. ნებისმიერ ადამიანს მნიშვნელობა აქვს დამოკიდებული იქნება თუ არ იქნება დამოკიდებული, ზედმეტი კონტროლი, ზედმეტი მზრუნველობა ყველა ადამიანს აღიზიანებს. და ყველაზე მთავარი რაც არის ზედმეტი ზრუნვა
ადამიანს არასდროს იმის საშუალებას რომ არ აიღოს პასუხისმგებლობა მის ცხოვრებაზე. აი დედა უთავებს პირობითად ტანსაცმელ საჭმელს უმზადებს, თებშებს ურეცხავს. ეს არის ზედმეტის რუნა, ეს არის ის მაგალითები, რაც არის საყურადღებო. თუ თქვენს ყოველდღიურობაში ან ნებისმიერ ადამიანის ყოველდღიურობაში მსგავსი რაღაც ხდება, ეს არის უკვე საყურადღებო და თავარია რომ ეს მიდგომი შეიცვალოს. რთულია რა თქმა უნდა ამის მარტო შეცვლა, ამას მარტო მუშაობა, თუმცა მნიშვნელოვანია ის თერაპიული ჯგუფები ან სპეციალისტთა მუშაობა, რაც აღნიშნა რომ ეხმარება ადამიანს მისი მიდგომების შეცვალას, გადაახალისოს ესე ვთქვათ, თავისი მიდგომები, ყოველდღიური მიდგომა და პირველ რიგში აიღოს პასუხისმგებლობა მის ემოციურ მდგომარეობაზე, არის ზრუნვა სხვა ადამიანზე და შემდგომ ეს ყველაფერი უკვე დაეხმარება მის ოჯახის წევრს, რომელიც შეიძლება დამოკიდებულია, რომ შეცვალოს მის ცხოვრება. თუმცა თუ რა თქმა უნდა მან არ შეცვალოს მის ცხოვრება და გააგრძელა მოხმარება, ის ადამიანი ვინც ჯგუფებზე ივლის, ვინც ჩართული იქნება მისი ცხოვრების შესაძლებლობის უკეთესობისკენ, ის იქნება ემოციურად კარგად და ის რაც თქვი რომ ემოციური აფეთქება, მას არ ექნება, ხო? იქნება სტაბილურად და მშვიდად. სწორედ ეს არის რასაც იძლევა თერაპია, რასაც იძლევა ყოველდღიური მუშაობა ამ პრობლემაზე. თვალის ძახუჭვა პრობლემას არ შველის, არანაირად არ შველის. ამას მე თქვენ არ გეუბნებით, ზოგადად საზოგადოებას ვუუნები, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემას ხალხი გავასწორო პირველ რიგში, შემდგომ ეს აღიარო და ამაზე უნდა იმუშაო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ადამიანმა დაიწყოს გამოჯანმრთელება. თანადამოკიდებულობაც იგივე დაავადება, როგორც დამოკიდებულება. აღნიშნე კიდევაც არ მოიხმარს ნივთიერებას, თუმცა მოიხმარს ემოციებს, ხო? ამ ემოციებს ჭირდება დასტაბილურება. თუ ემოციები არ დასტაბილურდება, მოხდება ემოციური აფეთქება. ბრაზი, წყენა, დაძაბულობა ოჯახში, კამათი და ასე შემდეგ. ესეთი ისტორიები უამრავი მაქვს მოსმენილი, დარწმუნებულად თქვენც უამრავი გექნებათ ეგეთი ისტორიები მოსმენილი. შესაბამისად, ეს არის მოკლე შეჯამება თერაპიაზე, რაც მინდოდა რომ მეთქვა. წეგანაც ხო თქვი თვითდახმარების ჯგუფებზე რომ დადიან ქალბატონები, დროთა განმავლობაში სწავლობენ, პირდაპირ მნიშვნელობით სწავლობენ, როგორ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება. თავისი დამოკიდებული ოჯახის წევრის მიმართ. და აი ზოგჯერ ისეთი სასაცილო სიტუაციებია ხოლმე. დედები რო იცვლებიან, აი ეს თანადამოკიდებულები რო იცვლებიან და სხვანაირად იწყებენ ქცევას, ცხოვრებას, თავის დამოკიდებულ ოჯახის წევრს სხვანაირად ექცევიან, ისინი ისეთი გაკვირვებულები არიან ხოლმე თურმე ძალიან უკვირთ და აი მე ისინიც ცდილობენ რომ რაღაცა შეცვალონ. აი რაღაცა უკვე ისე არ გამოდის. აი манипуляციას ვეღარ ახერხებენ თავის თანადამოკიდებულ ოჯახის წევრზე. და აი იძულებულები არიან რომ რაღაცნაირად სხვანაირად მოიქცნენ. ნამდვილად არის ეს გამოსავალი, კი ნამდვილად შველის ეს. როგორც თანადამოკიდებულს, ისე დამოკიდებულსაც, კი ვიცი მე ეგეთ შემთხვევები, რომ დამოკიდებული ადამიანებიც ცვლიან თავის ქცევას. შეგიძლიათ თუ გაქვთ გავსი შემთხვევა თუ ვიცით, რომ გაგვიზიაროთ უბრალოდ ეს кейსი, ესე ვთქვათ, რომ განვიხილოთ. საინტერესო იქნება ფიქრობ ამის მოსმენა. კი, ვიცი, როგორ არ ვიცი, კი. მაგრამ საქმე რაშია იცით, რომ ის დამოკიდებული ადამიანი აგრძელებს ისევ თავის საქმეს. მოიხმარს. მაგრამ ურთიერთობები, დედაშვილის ურთიერთობები შეიცვალა. აღარ არის სახლში ჩხუბი, აყალმაყალი, დედა, რომელიც აი 1 წელი სულ ტიროდა. ვერ აზიარებდა იქ თვითდახმარების ჯგუფებზე რომ დადიოდა. საერთოდ აი ხმას ვერ აზიარებდა. აი იჯდა და ტიროდა. ისეთი შეცვლილია, სხვა ადამიანი გახდა. თავის თავს მიხედა, საქმეს მიხედა, შვილთან ურთიერთობა გამოუსწორდა, როგორ გითხრათ, იცით რა, როგორ გამოსწორდება სანამ ის ადამიანი არ გადაწყვეტს, რომ გამოჯანმრთელების გზას დაადგეს, ხო? მაგრამ ოჯახში სიმშვიდე აქვთ. იმიტომ რომ დედამისი ასე აღარ იქცევა, როგორც ადრე, აღარ აკონტროლებს, აღარ დასდევს კუჭში, აღარაფერს აღარ ეუბნება. ერთადერთი პასუხისმგებლობა არის მასზე, თავის შვილზე. შვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. და ადრე თუ გვიან ალბათ მივა ისიც იმ დასკვნამდე, რომ როგორც დედამისმა შეცვალა რაღაცა თავის ცხოვრებაში, ისე მანაც უნდა შეცვალოს. ქონდა მცდელობა სხვათა შორის. ხან მოკლე, მაგრამ ქონდა. ალბათ დაბრუნდება ისე იმ გზაზე, ყოველ შემთხვევაში დედამის ძალიან დიდი იმედი აქვს.
თქვენ ძალიან კარგი кейსი გაგვიზიარეთ და მნიშვნელოვანია სწორედ ეს, რომ ადამიანმა შეცვალა მისი მიდგომა, მისი ემოციური მდგომარეობა დასწრებულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? მან ეს იმიტომ კი არ გაკეთა, რომ მისი შვილი პირობითად დაეძლია დამოუკიდებლობის პრობლემა, არა, ჩემი აზრით მან ეს იმიტომ გაკეთა, რომ ის გადაიღალა უბრალოდ და როგორც თქვი, რომ აი როგორც ძიმე რო გიჭირავს ძალიან ხელში და ხო გაგეშვა თუ გაღელე, სწორედ ეს არის, ნახეთ, ადამიანი დაასტაბილურა თავის ემოციური მდგომარეობა, შესაბამისად ამით უფრო დიდი შანსია, რომ დამოუკიდებლობა შეცვალოს მისი მიდგომა. თუ რა თქმა უნდა მან გააგრძელა მოხმარება, ეს ხო მისი არჩევანია, ბუნებრივია. თუმცა ის ხალბატონი ვიზეც თქვენ თქვით, რა თქმა უნდა წყნარად არ მშვიდად არის დაძაბულოს მომენტები აღარ აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას იმიტომ კი არ აკეთებენ თანადამოუკიდებულები, რომ სხვა ადამიანის ცხოვრება გადაარჩინონ, არა, თავიდან შეიძლება, ამიტომ მოდიან ჩვენთან დახმარება სათხოვნად, თუმცა მე ისინი ხვდებიან, რომ იცი რა, ჩემი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა ადამიანზე. სხვა ადამიანს შეიძლება რომ შვილი იგულისხმოთ, თუმცა ის ალკე პიროვნება, ადამიანს ალკე პიროვნება, აი გამიჩნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ხვდებიან, რომ იცი რა, ჩემი ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე თუ შევცვალ ჩემი მიდგომას, დიდი შანსია რომ სხვამაც შვილმაც ან მეუღლემ სულეთია ვინც არ უნდა იყოს, შეცვალოს მისი მიდგომა, ხო? და თუ რაც ახსენეთ, რომ ერთხელ ქონდა მცდელობა ან პიროვნებას გამოჯანმრთელების, დიდი შანსია ამ მიდგომით, რომ მან განმეორებით სცადოს გამოჯანმრთელება. და სწორედ თუ თანადამოუკიდებელი შეცვლის თავის მიდგომებს, გადახალისებს თავის მიდგომებს, რაც ქონდა ადრე, უფრო მეტი შანსია, რომ მისი ოჯახის წევრი გადაარჩინოს. და 100%-თან იმის გარანტია, რომ მისი ემოციური მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ. ეს არის, რეალობა და ეს არის ფაქტი. კი, ნამდვილად ესეა და ჩემი აზრია ეს, არ ვიცი, რამდენად მაქვს უფლება რომ ვილაპარაკო ამაზე, მაგრამ მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. რატო ჩდება თანადამოუკიდებულება? დამოუკიდებული ხდება ოჯახის წევრი და ჩდება თანადამოუკიდებული. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა. ოჯახის წევრებმა რო იცოდნენ, რომ დამოუკიდებელი ადამიანი არის ავად, ეს არის დაავადება, დამოუკიდებულება არის დაავადება, ქრონიკული დაავადება. მაშინ სხვანაირად წავიდოდა ალბათ მათი ურთიერთობა და ცხოვრება. მე ასე მგონია. იმიტომ რომ არ იციან ოჯახის წევრებმა, რომ აი გაჩნდა პრობლემა, ხო? გონიათ, რომ ეს ან რაღაცა მომენტში მათი შეცდომაა, რომ აღზრდაში დაუშვეს შეცდომა, ან გარემოცვის ბრალია, ცუწრეში მოხდა, ვიღაცამ აიყოლია. არა, ჩვენ ხო ვიცით, რომ ეგრე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დაავადება, ქრონიკული დაავადება. თუ ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამოუკიდებულება არის დაავადება და შეიძლება დამოუკიდებული ადამიანის დახმარება იმ ყველაფრის გარეშე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვილაპარაკეთ, ხო? მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა აი ამ პრობლემასთან მუშაობა. არ ვიცი, ეს ჩემი პირადი აზრია. გეთანხმებით 100%-ით, რაც შეეხება დამოუკიდებულებას, გან შევეხეთ ამ თემას. დამოუკიდებულების შემთხვევაში, რაც ხშირად გონიათ ოჯახის წევრებს, ფიცი, პირობის მიცემა, ეს არ მუშაობს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნივთიერების მოხმარების სურვილი და ლტოლვა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მიცემული პირობა, ნებისმიერი მიცემული ფიცი. ეს არ არის ადამიანი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი სუსტი ან უძლური არა, ეს არის დაავადებული ადამიანი, ვისაც სჭირდება შესაბამისი მიდგომა, რომ ეს პრობლემა დაძლევს. თუ მან არ განახორციელა, არ შეცვალა მისი მიდგომები, პრობლემას არ მოგვარდება და ეს მანკიერი წრე, პირობის მიცემა, აი ოჯახის წევრი მანქანას უყიდი და ყველაფერი მოგვარდება, ან სამსახურს დაიწყებ, პირობითად დაოჯახდება, ყველაფერი მოგვარდება. ეს არის არარეალური გეგმები, ადამიანს მოლოდინი აქვს იმის, რომ სადღაც მე ერთი წლის მერე რაღაც შეიცვლება, თუმცა დღეს არ უნდა პრობლემის მოგვარება. სწორედ ეს არის დაავადების ნატურა რეალურად და თუ ადამიანმა არ შეცვალა მისი მიდგომა, პრობლემას არც არ მიდის. თქვენ კარგად აღნიშნეთ, ქრონიკული დაავადება სწორედ ეს არის და გამოჯანმრთელება არის რემისიის პერიოდი. და ამ მიდგომების გამოყენება სპეციალისტის დახმარებით შესაძლებელია, რომ ადამიანმა რემისიის პერიოდი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოს, ბუნებრივია. თუ რა თქმა უნდა ეს ყოველდღიურად მოქმედებაში იქნება და ამ პრობლემის თან ბრძოლაში. უფრო მეტი მასშტაბი უნდა ქონდეს აი ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. ინფორმაცია არ აქვთ ადამიანებს. არ იციან, რომ ეს არის დაავადება. და რა უნდა ქნან ასეთ შემთხვევაში, როცა მათი ოჯახის წევრი მოხდა და დაავადებულია, როგორ უნდა მოიქცნენ. და საერთოდაც აი ამ დაავადების მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების არის სრულიად ჩემს არ არის. გეთანხმებით, მიდგომები, ოცნებიერება ნაკლები არის
გეთახმებით, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია უმჯობესდება. საზოგადოებაში მეტად შემოდის იმის ცნობიერება, რომ ეს არის პრობლემა, ეს არის დაავადება და ნაკლებად უჭირს ხალხს იმის აღიარება, რომ უნდა დახმარების თხოვნა. თუმცა ეს არის ძალიან მცირე შედეგები, ძალიან ცოტა ციფრები, რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. თუმცა ის ფაქტი, რომ ადამიანმა უნდა აღიაროს და თუ ნებისმიერ ოჯახის წევრი ხვდება იმას, რომ რაღაც ისე ვერ არის ეს წრეს, გადამჭრილის როლი, პრობლემის მოგვარება და ამ შემდეგ არ სრულდება წლების განმავლობაში და ადამიანი ისევ აგრძელებს მოხმარებას და აგრძელებს როგორ უარესდება დღითი დღე თვიდან თვემდე მოხმარება ძლიერდება, ბუნებრივია რომ მან უნდა მივიდეს სპეციალისტთან და ითხოვოს დახმარება. მინიმუმ ინტერნეტში მაინც უნდა მოიწოს ინფორმაცია, რა არის დამოკიდებულება და როგორ შეიძლება მას გამოყენოს. ხო, უამრავი ინფორმაცია ამას დაკავშირებით. თუ ადამიანი ისურვებს, რომ შეცვალოს ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, უამრავი გზა არსებობს ამისთვის. დაავადებებსა თან ამ დამოკიდებულებას არ აქვს მნიშვნელობა ეს ნივთიერებაზე დამოკიდებული იქნება ადამიანი თამაშზე, სასმელზე, სიმპტომატიკა ხო ერთნაირი აქვს. თქო. და შეიძლება მარტივად, აი რაც თქვენ ბრძანეთ, თუნდაც ინტერნეტში ადამიანმა ნახოს, მოიძიოს ეს სიმპტომები, რისი მანიშნებელია. რა თქმა უნდა, ნივთიერება სხვადასხვა რომი ალკოჰოლი, ნარკოტიკი, აზოტული თამაშები, თუმცა ფაქტია, რომ ეს სამი დამოკიდებულება არის მომაკვდინებელი. თუ ადამიანმა არ შეცვალა მისი ცხოვრება, თუ არ შეცვალა მისი მიდგომები, ადრე თუ გვიან შედეგი შეიძლება იყოს ფატალური, შეიძლება იყოს სერვიზე დოზირება, შეიძლება იყოს სიკვდილი და შეიძლება იყოს ციხე. თუ ადამიანმა არ დაიწყო გამოჯანმრთელება, შედეგი არის გარდაუვალი ადრე თუ გვიან, მოხმარების რაოდენობა, მოხმარების ინტენსივობა იზრდება, ხო? თავიდან თუ იყო პირობითად თვეში ერთხელ მოხმარება, ხდება თვეში ორჯერ, კვირაში ერთხელ და ასე შემდეგ. და უკვე ფიზიკურად ორგანიზმი მას ვერ უძლებს. ვერ უძლებენ ოჯახის წევრები ემოციურად ამ ყველაფერს და შედეგი არის საკმაოდ ძაფრი. და ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანს დროულად მიმართოს დახმარებას და თუ მისი ემოციური მდგომარეობა ისე ვერ არის როგორც იყო თქვა წლების წინ, თვეების წინ, ეს იმას მიუთითებს, რომ ადამიანმა უნდა შეცვალოს მიდგომა, რაღაც ისე ვერ არის როგორც უნდა ხდებოდეს. და ამის დანახვა არის მნიშვნელოვანი და თუ ადამიანმა მას დაინახავს, უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას. აქ აი სხვისი ბრალია, ვიღაცის გამო ადამიანს ასე ხდება, სამწუხაროდ ეს არის უფრო ხელს უწყობს, რომ ეს პრობლემა არ მოგვარდეს და ძველვადიანი გახდეს. პრობლემის დამალვით პრობლემა არ გვარდება. მნიშვნელოვანია ადამიანს გაადგეს ნაბიჯი და აღიაროს პრობლემა.